ირანი პირობასდებს, რომ ტრამპის შუამავლობით შექმნილ კავკასიურ კორიდორს რუსეთთან ერთად ან მის გარეშე დაბლოკავს. აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი ტასნიმ ნიუსთან ინტერვიუში იმუქრება, რომ ზანგეზურის დერეფანი ტრამპის დაქირავებული ჯარისკაცების სასაფლაოდ გადაიქცევა. ტერიტორიის 99 წლით ამერიკული კომპანიისთვის იჯარით გადაცემა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია, რომელიც თეთრ სახლში გაფორმდა. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე, რომლებიც უკვე 3 წელზე მეტია იბრძვიან თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი. მაკრონი დღეს ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა სამშვიდობო შეთანხმების გადაწყვეტილების ნაწილი იქნება, რადგან ეს მათ უსაფრთხოებასაც ეხება. სანქტ-პეტერბურგის პორტში რუსული საბუქსირე გემი კაპიტანი უშაკოვი ჩაიძირა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსული ფლოტის უახლესი გემის საღამოს გადაიხარა და მის გადარჩენას მთელი ღამე ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. პირს, რომელმაც სოფელ ბებნიშში ერთი ადამიანი მოკლა და პოლიციელები დაჭრა, 20 წლამდე ან უბადო პატიმრობა ემუქრება. დაკავებულს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს. მოტივად შურისძიება სახელდება. პროკურატურის ცნობით, მკვლელობა სანადირო თოფითაა ჩადენილი, რის შემდეგაც ბრალდებულმა სცემა მამას დაჭრა 2 პოლიციელი, ერთს კი თავში დაუმიზნა და გასროლა სცადა. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.